საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწოხდნენ ამას. გინდა გაიგო როგორი შევანახულმა საქართველოს ფული და მეორე ნახევარმა როგორ დაკარგა? მაშინ უყურე მიდევს. და იცოდით სპეისელებო რომ საქართველოს კრიპტომაინინგით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. და ისეთ ქვეყნებს უსწრებს როგორიც არის გერმანია, კანადა ხო. და კიდევ ისეთი გიგანტი ქვეყანა როგორიც არის ჩინეთი. და საიდან მოიტანა ინფორმაცია? Cambridge ხო ისე? ხო, Cambridge Bitcoin Electricity Consumption Index-ის კვლევის თანახმად რა დაიბო. საქართველოს არის მესამე ადგილზე მოკლედ კრიპტომაინინგით. ოღონდ შეფარდება რო არის მასშტაბის მიხედვით ადამიანზე, აი მაგით. განაეხლა მილიარდიანი ერთ სულ მოსახლეზე მაინინგით. ანუ კაცზე ქუდი, ქუდზე კაცი, ბოდიში. ხო. საინტერესო ფაქტი და გაიხსენე. ოღონდ ეგ ძველი მონაცემებია, შეიძლება თქვი ახლა რა. ახლანდელი მონაცემებით საქართველოს არის მეხუთე ადგილზე. რაც კარგია. უკეთესია, ვიდრე იყო მესამე ადგილზე და რატო? რა არის მაინინგი ახლა? საქართველოს ჯერ კიდევ 2015-2014 წლებში ჩაერთო მაინინგში. და მაინინგი არის საშუალება, რომელთაც კრიპტოვალუტას ბევრს აგროვებ, ანუ შოულობ ელექტროენერგიის საშუალებით, ანუ მის ხარჯზე. მოდი სანამ მაგას ვიტყვით, კრიპტოვალუტაზე ორი სიტყვით რომ გითხრათ, ძალიან მარტივად ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგია და უფასო ფულია მოკლედ, ანუ ოქრო ინტერნეტში არის კრიპტოვალუტა. რეალური ფული არ არის, ანუ დოლარი არ არის, არც ლარი. მაგიტო ყალია. განსხვავდება კრიპტოვალუტა ჩვეულებრივი ვალუტისგან ნივით, რომ დეცენტრალიზირებულია. ანუ არ მართავენ რა. ხო, არც სახელმწიფოზე დამოკიდებული, არც ხალხზე, არც ბანკზე. დამოკიდებულია მის ყიდვა, გაყიდვაზე და კომპიუტერულ გამოთვლებზე. ანუ ხალხზე. ყიდვა, გაყიდვაზე. ხო, და მაინინგი არის მარტივად რომ გითხრათ, კომპიუტერული გამოთვლებით, კომპიუტერი რო ნოლებს და ერთებს იმაში ფლეშბექი მქონდა. მაგით შოულობ ფულს. არაფერს არ აკეთებ რა. მოკლედ, ეხლა ჩეხება საქართველოს მდგომარეობას კრიპტოვალუტის თემატიკაში რა. როგორც თქვით, მეხუთე ადგილს იკავებს მაინინგით. რაც ცუდია რა, მან დააცფრო მაგალითად თვით უარესი, ესე იგი, ეგ იმას ნიშნავს, რომ მაგარია. მეტ რესურს ხარჯავთ ქვეყნის, ანუ ძალიან ბევრი ელექტროენერგიას და არაფრიდან ფულს შოულობს ხალხი ჩვენ ვერა, მაგრამ ხო, მაგრამ მაგის ანსამბლს ძალიან ბევრი ბუნებრივი რესურსი იხარჯება. და მე მეგობრებო, არ გეგონოთ რომ კრიპტომილიონერი ვარ, ან რაიმე გამეგება კრიპტოში, 1 ეთერიუმის არ მაქვს. $2 ეთერიუმი მაქვს. ხო, მოკლედ. როგორც ნიკომ თქვა, ჩვენ ექსპერტები არ ვართ, მაგრამ დაგვაინტერესა თემა, რომელმაც მთელი საქართველოს მოიცვა ამდენი წლის განმავლობაში. დაახლოებით 7-8 წელია უკვე საქართველოში აქტიურად მიდის მაინინგი. მეტი. 10. ხო, 10 წელი დაიწყო აქტიურად მიდის 7-8 წელია. ხო და ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა ალბათ გეცნობათ ბიტკოინია და ჩარიცხეთ აუცილებლად, ანუ ჩვენ ხო დონაციებს ბიტკოინით ვიღებთ. კი. 6 ბიტკოინზე გავიღებ შემდეგ ისამართი საფულის და აუცილებლად დალინკით. ხო, მოკლედ ეხლა ნახე ნიკო რა ხდება რა. საქართველოში 2014-2015 წლებში დაიწყო მაინინგი, მაგრამ ბუმი მაინინგის იყო 2018-2019 წლებში რა. და რატო? საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაინერების ჯგუფმა გახსნა მაინინგ ცენტრი გორში. გორში. მაინინგს ძირითადად არალეგალური გზებით აწარმოებენ ხოლმე. და რატო? რადგან სახელმწიფო აკისრებს დიდ რაოდენობით გადასახადს ელექტროობის, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ელექტროობას მოითხოვს მაინინგი. ეს მოგება რაც უნდა დარჩეს, მინდა რა ქვია, კოინიდან იმას დიდი ნაწილი აკლდება, ასევე გადასახადებია კიდევ დამატებითი მაინინგისთვის და მოკლედ ამ ყველაფერს თავი რო არიდონ, იყენებენ ხოლმე ისეთ რესურსებს, როგორიც არის საქართველოს მაღალმთიანი წერტილები მაგალითად. არ ვიცი მოგესწრებათ თუ არა, მაგრამ საქართველოს მაღალმთიან წერტილებში ელექტროობა უფასო არის. სახელმწიფო აფინანსებს მოკლედ მაღალმთიან ელექტრომიწოდებას. ვიღაცებს ჰიდროელექტროსადგური რო ქონდეთ თავისი, რო ჩაიდგან მდინარეზე, გათოხნიან ამ ბიტკოინებს. ხო, და უფასოდ ანუ იცხოვრები მინებს შევიდნენ.
YouTube მეგობრებო, რა კომენტარები, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? რა ხდება თურმე? არის ესეთი რაღაცა, უკვე მოგხდარა საქართველოში, თვალშავით ძალიან ბევრი ადამიანი დაიჭირეს ცოტა ხნის წინ, იმიტომ რომ არალეგალურად აწარმოებდნენ მაინინგს მაღალმთიან რეგიონში. სად ვინ? სვანეთში რამდენიმე ადამიანი მართლა? ხო, თავისი ის ყავდა რეალური წყაროა? ხო, მაინინგ ცენტრი ქონდათ ჩადგმული. ხო, და წყარო გადაამოწმეთ, რა თქმა უნდა, Google ხო გასწავლეთ მეორე და მესამე ვიდეოში მეგობრებო. აი ეს პოლიციის ვაში იყო რა. რაც Facebook-ში რო აქვს პოლიციას თავისი იქროდებს ხოლმე ვიდეოები ეს ნომერები. მოკლედ, მარტივად რომ გითხრათ 2015 წელს დაახლოებით კურსი როცა იყო $350-დან 415 იყო მე მგონი მაქსიმუმი, თუ სწორად მახსოვს. ბიტკოინის? ხო. ეხლა ვიღაცას $1000 რომ ეყიდა და ძალიან ბევრმა ქართველმა იყიდა სხვათა შორის. და არ არის ფაქტი ცნობილი. და დღეს ექნებათ მათ დაახლოებით ექნებოდათ უпроსწორეთ რომ ეყიდათ $180,000-დან $200,000-მდე სადღაც შუალედში. აი კონკრეტულად დღეს დაახლოებით 182-183,000 იქნებოდა. ამდენი მათემატიკა არ ვიცი. ხო. იმას გავვითვალისწინებთ რომ ასევე დღეს მონაცემებით კოინების კურსი დაეცა. რატომღაც? რატომღაც, რავი, გაყიდა ხალხმა და ორი თვის წინ დაახლოებით გაცილებით მაღლა იყო რა. დიდი ვარდნა აქვს ახლა კოინებს. მათ შორის ბიტკოინსაც დაახლოებით ეგრე გამოვიდა და მოკლედ $1,000 სანაცვლოდ ქართულს. და ეს ძალიან ბევრი ქართულმა გაკეთა და $100 კი არა, 1000-ობით და 10,000-ობით დოლარი ჩაიდო. მოკლედ, თლად ისეც არაა მეგობრებო საქმე როგორც ჩვენ ხატავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაღარიბდა, ამით გაღატაკდა, რადგან ის თანხა ვერ ამოიღეს, რაც აპარატურაში დახარჯეს, მაგრამ ვინც გაუძლო ამ კრიზისს, მოკლედ და ეს ბიტკოინი იქნებოდა თუ სხვა კრიპტოვალუტა შეინარჩუნა, დღეს ბევრად უფრო კარგად ცხოვრობენ. ანუ თქვენი მეზობელი თუ გელაპარაკებოდათ, რომ მაინერი ქონდათ და დღეს ხმას არიღებს, ან ძალიან მდიდარია, ან საერთოდ გაკვეტრდა და მაგიტომ აღარ გეზაუბრებათ. ხო, ანუ აქ გულისხმობს, რომ იმის რომ მაინინგი დავიწყოთ, გვჭირდება ძალიან დიდი რაოდენობის ტექნიკა და ძვირად ღირებული რესურსები. როგორც ვიდეო ბარათების დიდი რაოდენობა. დასტა. 50-90-90-ების ვიდეოს უყურეთ მეგობრებო და შეიძინეთ ამისათვის. ისე დღეს ბევრი ცდილობს მაგ კრიპტო ბაზარში ასე ვთქვათ შემოსვლას და ჩვენ როდის დავიწყეთ იმენა გიჟები ვართ ეს. საქართველოს პირველია როგორც ყოველთვის. ამ შემთხვევაში მე-5 ადგილზე გადმოვიცვალეთ ყოველი ვართ ფაქტით. რაუნდენიმე ქვეყანაა ჩვენს ზევით მაინინგით. ეს არის ყაზახეთი, გიჟები ეგ. კანადა პირიქით თქვი ხო? ხო, რატომ არ ვიცი. და არის ჩვენზე მაღლა ახლა. ჩინეთის სხვათა შორის ისინი გვისწრებენ ამერიკის შეერთებული შტატები. და ნაძირალა რუსები. გვერდზე რო რაღაცა ის გვაქვს დიდი მიწები რო არის. მე-5 ადგილს ჩვენ ყავს როგორც გითხარით. და ეხლა იმაზე გაცილებით ნაკლები თანხის შოვნა შესაძლებელი, ვიდრე ადრე იყო შესაძლებელი რა. თუმცა გაცილებით ძლიერი ვიდეო ბარათები და გაცილებით დიდი რაოდენობის კოინები არსებობს ახლა. ბევრს აღარ უღირს ხო, იმიტომ რომ თუ არალეგალური გზებით არ აკეთებ, მაშინ ვერ ნახო. ნაკლებია მოგება. არალეგალური გზებით აკეთებ, მაშინ ძალიან დიდი რისკი. და აი დღევანდელი გადმოსახედიდან რა სტატუსი აქვს საქართველოს კრიპტოვალუტის ბაზარზე და საერთოდ სად ვართ, ანუ რას ვაკეთებთ? მოკლედ, მაგ კრიპტოვალუტამ იმდენი ზარალი გამოიწვია თავრობისთვის, ან სახელმწიფოსთვისაც და უამრავი ხალხისთვისაც, რომ გამკაცდა რეგულაციები, გაზვირდა ელექტროენერგიის გადასახადები და იმდენად გაიზარდა კონკურენცია მსოფლიო მასშტაბით, რომ დღესდღეობით ინდივიდუალურ ადამიანს, ანუ ერთ ინდივიდს მაგ თამაში ჩართვისთვის უკვე ძალიან დიდი ხარჯები და ძალიან დიდი რისკი ჭირდება რა. ანუ თითქმის აზრი არ აქვს, რომ მე რო ვიცნობ ხალხს, ვისაც კრიპტოვალუტა აქვს ბევრი ოღონდ კომპანიიდან არა. მოდი არ დაასახელო ხალხიან. აი მაინინგიდან აქვს. მე მაინინგზე არა. ხო, უბრალოდ ტრეიდინგით. ხო, აი ყიდის და ყიდოს. ახლანდელი, ხო, ეგ ჩვეულებრივი ამბავი არის, ვინც კარგად იცის სისტემა როგორ მუშაობს და თვალსაზრისით დიაგრამებს, ანუ ცვლას ვალუტის ტრეიდინგით, ანუ მიმოცვლით ვალუტის დიდი მოგება რჩება ხოლმე. ახლანდელი მონაცემებით DEFI და NFT არის უფრო წარმატებული. სხვათა შორის მე NFT-ს ვაკეთებდი. და რა კი? პანდემიის დროს და ვერ ვქენი.
და სხვათა შორის ისიც იცოდეთ რომ საქართველოში ვინც NFT-ს აკეთებდა არავინ არ იცოდა NFT რეალურად რა იყო. გინდათ აგიხსნათ. რა არის NFT-ს თქვი მაშინ? აი non-fungible token ეწოდება. და არის ესეთი რაღაცა რომ blockchain-ზე არის განთავსებული ეს ჩვენი ნახატი, იქნება მუსიკა, იქნება თუ რაც იქნება და არის უნიკალური თითოეული მათგანი და შეგვიძლია გავყიდოთ. რაღაცა ფული შოვნიზდა. კოდით. და ბიფლმა მეგობრებო 2020 წელს თუ 2019-ში ზუსტად არ მახსოვს მილიონად გაყიდა თავისი ერთი კოლექცია. $1,000,000 თაღოთ. აქ უკვე ნამდვილ ფულზეა საუბარი. ხო, ასევე NFT-ს ისტორიაში იყო ერთი 9 წლის ბავშვი იყო, რომელმაც NFT გააკეთა. რაღაც სტიკმენი დახატა რა და $1,000,000 გაყიდა მაგაზე. ერთი ნახატი. და მეგობრებო, აგერ თქვენ 2 წელიწადში NFT-ს ბუმი ისევ იქნება. ეს ნიკოს პრედიქცია არ ვიცი ეს უბრალოდ მე არავის არ გაზრდოთ ახლა რჩევას რომ NFT შეიზინოთ, მაგრამ გეუბნებით რომ 1 წელიწადში ან 2 წელიწადში ისევ იფეთქებს. ხო, ალბათ მოსალოდნელია რა რაღაც ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე ტექნოლოგიებში რა განმეორება და და იქნება მე დავაფრედიქტო და მე დაკათეთ ესენი დაჭერით და მადლობა ნიკოები დაწერეთ. თუ ვინმე გამდიდრდით, რა თქმა უნდა, ახლა ფეიმი მაინც გამოუშვით ჩემსკენ ფულს თუ არ გამოუშვით. ბაბალა. და კაი, ეს წარსული გავიგეთ, რომ ძალიან ძლიერი გქონდა აწმყოში რაღაც ისე ახლა ცოტა მოიკოჭლებს და მომავალში თუ გვაქვს რამე შანსი რომ აი კრიპტო ლიდერებს, ასე ვთქვათ, კონკურენცია გაუწიოთ. ანუ კრიპტო ლიდერებს ეხლაც უწევთ კონკურენციას და ბევრი ქართველი არის ხოლმე კრიპტო ლიდერი რა. და ის თავის დროზე ვინც შეიზინა კრიპტოვალუტა და დღემდე ტრეიდერობს ან დღემდე აქვს ის ვალუტა, ბევრს კიდევ აქვს შანსებიც და აუცილებლად ისევ ისკითებაც, მაგრამ მომავალში უფრო და უფრო გამძაფრდება რეგულაციები, უფრო მეტი გადასახადები დაეკისრება კრიპტოვალუტის ფლობელს, უფრო მეტი განათლება იქნება თან, ანუ უფრო მეტი ადამიანი გამარტივდება. უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩახედული blockchain სისტემაში და იქნებ მაგაზე გადავიდეს საერთოდ სამყარო. აი წარმოიდგინე რომ ფული გაქრეს, აღარ არსებობდეს არც დოლარი, არც ლარი, არც ევრო, არც ფუნტი გამოვშით. და გადავიდეთ თლიანად აი ამ ელექტრონულ ფულზე. სადაც რეალობაში, სადაც მხოლოდ ან ტელეფონით, ან ჩიპით, ან რაიმე ნებისმიერი მოწყობილობით გადავიხდით. მე მინდა ეგრე იქნება. ფული ხელის ჭუჭყია. იქ რო შევალდა დაეწერება თვლა არ უნდა იმას, არაფერი არ უნდა. Blockchain სისტემით იმუშავებს სახელმწიფო ვალუტებიც მომავალში აუცილებლად რა, იმიტომ რომ უკვე ნელ-ნელა დაწყებულია ტენდენცია და ისედაც უკვე ტესტავენ მაგ სისტემას. და გაცილებით კომფორტულიც იქნება კი და უსაფრთხოც მარტივიც. მაგრამ ამ კოინებით ეხლა რაც არის მოცემული, მაგალითად ბიტკოინებით არ იქნება რაღაც. ვერ შეხვალ მაღაზიაში და რძილს ვერ იყიდებ. და მეგობრებო, თუ ოდესმე Space 4-დან 0 coins გავაკეთებთ, თითო იყიდეთ. ხო, არსებობს ბევრი shitcoin-ები. აი, ეგ იქნება ჩვენი Space 4-დან 0 coin-ი. რომლებიც იქნება და შეიძლება რამოდენიმე წამში ან რამოდენიმე წუთში. წამი ძალიან ცოტაა, კაცო, არ დაუჯეროთ ახლა. რამოდენიმე წამში, რამოდენიმე წუთში, ან მაქსიმუმ 1-2 საათში გაქრეს. ანუ შეიქმნება რაღაცა სწრაფი აღმასვლა. იყიდის ვიღაცა გაყიდის მე, აბა ეხა ეს. და მე ძალიან სწრაფი ვარდნა აქვს ხოლმე. და მე საერთოდ უქმდება კოინი. ამ დროის დიაპაზონში შექმნიდან გაქრობამდე, ანუ რამოდენიმე წუთში ვინც მოასწროს სწორ დროს შეიძინოს კოინი და სწორ დროს გაყიდოს კოინი. გემბლერები მოკლედ მეგობრებო. ხო. რჩება ის ზრდის დროს დაგროვებული თანხის ოდენობა რა. ნუ რა თქმა უნდა ეს ხშირობით იყო, იმიტომ რომ სტატისტიკურად შეუძლიათ ადამიანებს ესეთი რაღაცების გამოთვლა ხან და ხან. შესწევთ ამის ზალა. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ მეგობრებო და ამაში კომპეტენტურები არ ვართ. გამოთვლადია, მაგრამ ნუ საკმაოდ რთული სისტემაა რა. ეგ არის ახლა ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი კრიპტოვალუტაში მაინინგის ნაცვლად. თავის შეუძლიათ აკეთო. შესაყოფად და NFT არის კიდე შედარებით ბიუჯეტური. და თუ მე დამიჯერებთ, თუ არ დამიჯერებთ, ახლა რავი, რაც გინდათ ის კენით კაც. რავი, საბოლოო ჯამში შევაჯამოთ რა. მორჩეთ. ხო, აი როგორ ფიქრობ ღირს თუ არ ღირს საერთოდ კრიპტოვალუტას? მე ვფიქრობ, რომ მომავალი ტენდენციები, რაზეც არის დაფუძნებული, აუცილებლად ღირს. უბრალოდ
ჩვენი რისკი ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ და ჩვენით უნდა გავაანალიზოთ, გამოვიკვლიოთ მარკეტი და სანამ რაღაცას გავაკეთებთ, ვიღაცის რჩევებს არ უნდა დავუჯეროთ. ვერც ერთი ასე ვთქვათ, ტრეიდერი მაგ რჩევას ვერ მოგცემს, თავის თავზე არ აიღებს პასუხისმგებლობას, ნორმალური ადამიანი. ეს გაგვარისკინოს და კი ბატონო, გაგვაკეთებინოს. ხო, მოგეთ ორი სიტყვით თქვა, მე სანამ ვიდეო ჩავწერდი, ცოტა ხნით ადრე რამოდენიმე კვირა ავტო გავაღატაკეთ მოკლეს მეგობრებო. რამოდენიმე კვირა ტესტავდი სხვადასხვა coin-ებს, ანუ როგორ კიდულობთ, როგორ ვყიდით, როგორი ტიპის ტრეიდერები არსებობენ, რა საიტები არის, როგორი ტიპის wallet-ები არსებობს და დაახლოებით 10000-ზე მეტი coin-ია უკვე შექმნილი აქტიური, ანუ არა shit coin-ები, იმენა, აი, კარგი coin, super coin-ები. 10000-ზე მეტი არის უკვე როცა 5 წლის წინ დაახლოებით 100 coin-ი იყო სულ. და ყველაფერი რო გავტესტე და რაღაც თანხა ჩავდი ამაში დავხარჯე და შევისწავლე. ეხლა უფრო გასაცნობიერებული ვარ, როგორ მუშაობს რა, მაგრამ ეგრეთ ანიშნავს, რომ ვიცი ზუსტად რომელი ვიყიდო ეხლა და რომელი აი ფულს ვიშოვი და მილიონერი გავხდები რა. სარისკო მოკლედ, საკმაოდ ძალიან ისეთია რა, არაპროგნოზირებადი ხანდახან ეს ბაზარი. და თქვენი აზრით მეგობრებო, რატომ აკლდება ვიდეოებს ხარისხი თქვენი აზრით? ავტო კრიპტოს ყიდულობს იმ თანხით, რაც ვიდეოების განვითარებაში უნდა გადავიხადოთ. არც არის ეგეთი მარტივი, მოკლედ, ყოველთვის უნდა ვადევნოთ თვალი, რა ხდება სამყაროში მოვლენებში. მოკლედ, ეს ცხოვრება თქვენია და რაც გინდათ ის გქენით. რავი, მე გირჩევდით, რომ სანამ კრიპტოვალუტაში ჩაერთობოდით, ჯერ გაიყვეთ რაღაცა მინიმალური თანხით გატესტოთ თქვენი თავი და მე დაინვესტიროთ რა. არ რთულია მართლა არ არის ეგრე რომ ამბობდნენ რომ იყიდე და სად იყავი ბიძი 4 წლის ვიყავი მეგობრებო რა სად ვიყავი რა უნდა ბიჭო ჩარიცხავ და ფეხი გადაიდე სხვათა შორის ჩვენს პროდიუსერს არაყი აქვს ნაყიდი მეგობრებო ბიტკოინით ხო ანუ ეგრე მარტივად არა ფეხი გადაიდე თავისით დღეს ჩვენი პროდიუსერი კი არ იქნებოდა ექსის სულელი რომ არ გაეკეთებინა მეგობრებო არაყი იყიდა რო გათიშორა რაზე გიყინი ბიტკოინის სანამ არ ჩარიცხავენ არ გაითიშე ჩარიცხე იჯექით ეხლა მიყურეთ ჩაირიცხა